9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ყველაზე ამაღლებული დღეა ჩემთვის. დღე, როცა იდეისთვის და პატრიოტიზმისთვის დაჩეხეს და დაწამლეს ადამიანები, დღე, როცა არ დაიჩოქა საქართველომ და დღე, როცა გაერთიანებულმა ქართველმა ერმა აირჩია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. Თქვენი ფოტო ხალი დროშით ხელში ახლა მე ვხედავ რომ პარლამენტთანაც არის ეს ფოტო გამოკრული, არ ვიცი ოპერატორი შეძლებს თუ არა რომ ვაჩვენოთ ეს ფოტო, სწორედ გავახსენოთ მაყურებელს, პრინციპში არავის არ ჭირდება ამის გახსენება. 9 აპრილის სიმბოლოდ არის ქცეული ეს ფოტო. თქვენი კადრი როგორ გაიხსენებთ აი ამ კაცს და იმ დილას, როდესაც შემზარავი ამბავი გაიგეთ 21 მოკლულთან დაკავშირებით, რომლებიც სასტიკად აწამეს. ეს მოხდა დილის 6 საათზე. როდესაც სახლში დაბრუნებულმა ჩემმა ნათესავმა ბიჭმა მოგვიტანა ამბავი, რომ საოცარი სიტუაცია იყო რუსთაველის გამზირზე. ჩვენ სახლიდან გამოვიპარეთ. ჩვენ თვითონ ავაწყოთ ეს შავი დროშა, ჯოხზეა უბრალოდ შავი ნაჭერი გადახეული. ყველას ეგონა რომ სამფეროვანი დროშა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს იყო ტრაგიზმის და წუხილის გამოსახული დროშა. და ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილმა ბიჭებმა დაგვიმგზავრეს. კოლონას აყვა და როგორც ბატონი იური მეჩითოვი იხსენებს, ვაკეში თავის მეგობრის მანქანით მოძრაობდა, შორიდან დაინახა მომავალი კოლონა და მან ესეთი რაღაცა თქვა, ერთი კადრი შევქმენი და ვიცოდი რომ ეს კადრი იქნებოდა ისტორიული. იცით, აი როცა აი ამხელა ისტორიის ნაწილი ხარ, ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. ამიტომ როცა დღეს 36 წლის შემდეგ ვდგევარ აქ, ყველაზე მეტად ალბათ მინდა ის, რომ ჩვენი ქართველი ხალხი არ იყოს ესე დაყოფილი, არ იდგეს მდინარის სხვადასხვა ნაპირზე და ვიცი რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ძალიან დიდი მადლობა.